разрушаться, все разрушится. მენათია ვარ ჯანმრთელი ჯანსაღი აღდგენილი სული ვარ მაღალ ვიბრაციული სული განთავისუფლებული სული ვარ შეწყალებული მოტივებული ამნისტირებული მიმიტებია ყველასათვის ვინც რამე დამიშავა და ზაპრეშავებს ეხატნინე ნამინას როლი ხაპულხავლია ზაპრეშავი ნამინას კანი რამაც ექსპერიმენტირება და разрушаться, все разрушительные და отрицательные негативные токсикурები და ვამპირები და კრადნიკები обнуляются, отключаются, блокируются админа подальше. Вон отсюда чем коншорс. Танат благодарю чем сус, благодарю чем священные светлые, благодарю чем сознание, подсознание, благодарю чем знайная лама сус, знайная ресурс системы, благодарю чем знайная докторс, барсепс, астрацепс, благодарю чем сам Nainai, Rakuya biosystems, the Чепс кристаллებს благодарю, чепс виши яс благодарю, многомерный виши яс благодарю, многомерный виши яс благодарю, чепс вишец минда ангелებს, არხანგელებს, კერუბიმებს, სერაფიმებს, благодарю, ვიშец minda პლიადებს, გრიედიენტებს, არტურიანებს და ასე შემდეგ, minda სულებს, благодарю, minda საზნანიებს, благодарю. ეხლა რა მინდა ვთქვა, ჩემ თავზე ვლაპარაკობ ჩემ თავთან, მე არაფერს არ ვასწავლი. That's მაინტერესებს რომ ვიღაცას რაღაცები ვასწავლო, მე თვითონ ვისწავლე რაღაცები, ჩემი წყაროებიდან, ჩემი ინფორმაციებიდან, რაც მაინტერესებდა დავჭექი და ვისწავლე. ვლაპარაკობ ჩემ თავთან და უხსნი ჩემ თავს, არავის თავზე არ ვახვევ მე ჩემს აზრებს. ეხლა რა მინდა უთხრა ჩემ თავს, მაგალითად ეხლა რა, აი ადამიანებში რა სული ზის, ვერ არავინ არ იცის ხო, ადამიანებში რა სული გადის ოპიტებს, ან ეს სული ვინ დაიპყრო, ვინ არის იმასი პაცელნიცები, ინტერფერენტები, პაცელნიცები, ჩორტიკები არიან, ბაგამოლები არიან, ბესები არიან, მეტოკები არიან, თუ ვინ არის მისი პაცელნიცები, კურატორები რა პაცელნიცები, რა ქვია, ინტერფერენტები ვინ არიან, ჩვენ ვერ ავხედავთ, ბიოსისტემები ვერ ავხედავთ, ხო? იმიტომ რომ წელიწადში გვაქვს მოშორებული, იმიტომ რომ ჩვენი სულისაც არ გვესმის, ჩვენი პაცაზნანისაც არ გვესმის, იმიტომ რომ ვართ გართულები ამ ცრულ წმენებზე, ცრულ განათლებებზე, ცრულ იმებზე, რა ქვია, სხვა რაღაცებით ავარ დაკავებული რა ცრულ რაღაცებით ავარ დაკავებული იმის მაგივრად რომ განავითაროთ რეციკლადები განავითაროთ ჩვენი შინაგანი ხმა განავითაროთ ჩვენი გრძნობელობები და გვესმოდეს ჩვენი თავი ჩვენი სულის იმის მაგივრად ვარ დაკავებული რაღაცა მატერიალურ ცრულ რაღაცებზე რა გართული ამ ცრულ რაღაცებზე ხო და კიდე რა ქვია დაბლოკილები ვართ ხო ან ბლოკავენ ხო ეხლა რა ვიცი და დაგვავიწყდა ეს ჩვენი რა ქვია ნიჭები დაგვავიწყდა ჩვენი ნიჭები რომ გვაქვს ტრეციკლაზი რომ გვაქვს რა ქვია რომ ყველა ბიოსისტემას აქვს ტრეციკლაზი რომ ყველა ბიოსისტემა შეუძლია თავის სულს ელაპარაკოს რომ ყველა ბიოსისტემა შეუძლია ასტრალებში ავიდეს აბსოლუტის პატოკებით ჟივას პატოკებით განიკურნოს რა ქვია რომ ყველა ბიოსისტემას აქვს იმის ძალა რომ თავისი ჩაკრები განავითაროს ენერგიები განავითაროს თავისი თავი მოიჩინოს იმ ზალათი ულტრაფიოლეტო პატოკიზობირიებით ეხლა რა მინდა თქვა რა ქვია რომ მოიშოროს ის რაღაცა დისტრუქციული კონსტრუქციები ის რაღაცა ბლოკები ის კარმები ის დისტრუქციული პროგრამები კარმა რა არის კარმა დისტრუქციული ინფორმაცია დისტრუქციული პაკეტი ინფორმაცია პაკეტ SMS ინფორმაცია რომელიც ან შეიძინე ან გადმოგედო ან რაღაცა ან ცოტა ჩაიძინე რაღაც ეს კარმა უნდა მოინანიო ეს კარმა შეეცადო რომ გადაატრანსფორმიროს აი სიკეთო შენ თუ არ მოინანიე ის შენ თუ არ შეეცადე რომ ის გადატრანსფორმირადე შენ თუ არ რაღაც დარჩება ის კარმა ის სიბოროტეთ რა ეხლა აი ეკლესიაში შედიან ხალხი არიციანი გჯერვინები არიან იმათ სულებს ვინ ბლატაობენ იმათ სულებზე იმათ ხო, რა ქვია, ეკლესიაში, ანუ ეკლესიაში ჯერ 1000-ნაირი ხალხი დადის, გაჭირვებულიც, ესეთიც, მდიდარიც, ყველავის შეურაცხყოფას არ ვაყენებ, მაგრამ ჩვენ ვერ ავხედავთ, ეხლა ბიოსისტემები ვერ ავხედავთ, ის, რა ქვია, მაგებიც დადიან ეკლესიაში,
ჯადონბაზებით შედიან ეკლესიაში და იქ რასულები ტრიალები რამდენი პარტალია გაკეთებული ჩვენ ვერ ვხედავთ ელემენტარული ჩვენ ამ სულებს ვერ ავხედავთ ეს პარალელურ მირებს ხედავს 1-2 ადამიანი რეგრესოროგი დანარჩენიან პარალელურ მირებს სულიების სამყაროში რა ხდება პარალელურ მირებში რა ხდება რა ადგილზე რა ხდება ჩვენ ვერ ავხედავთ იმიტომ რომ ტრეციკლაზი მესამე თვალი არის გათიშული გვაქვს ეს ტრეციკლაზი არ ავცდილობთ სკოლაში არ გვასწავლიან ჩვენ ამ ტრეციკლაზის გახსნას და რეგრესოლოგებას არავინ არ გვასწავლის ჩვენ თავებში ბიოპოლებში ვინებიან თვითონ ეკლესიებში რამდენი ჩორტიკები დარბიან და რამდენი ბაგამულები და რამდენი სერები და რამდენი პარტალები იხსნება რა კონსტრუქციები აქ იმ ხატებზე გაკეთებული ან შესასვლელ გასასვლელზე გაკეთებული რა კონსტრუქციებია გაკეთებული და დესტრუქციული კონსტრუქციებია და გაკეთებული არავინ არ იცის ჩვენ ვერ ავხედავთ ხო იმიტომ რომ არ გვასწავლიან ამ ტრეციკლაზის გახსნას ჩაკრების გახსნას სულთან ლაპარაკს ჩვენ სულთან ლაპარაკს არ გვასწავლიან ვიღაცებთან ლაპარაკს, მაგრამ ჩვენ შინაგან ხმასთან ლაპარაკს არ გვასწავლის. ან არავინ პირიქით იქით, რა ქვია, სრულწმენა აგვეტყვიან. სრულწმენები თვითონ არიან და ანტიქრისტები არიან თვითონ ზუსტად. და მე ეხლა შედიხარ ამ ეკლესიაში იმ მამაუში რასული ზის რამდენი დაგավորები აქვს ვინ არიან იმისი კურატორანტი ინტერფერენტები ვინ არიან იმისი კურატორ პაციენტები სპრუტები გველები ხლიკები ლავრები კუბები ჩვენ ვერ ავხედავთ ხო და თვითონ მამაოებიც ვერ ახედავენ რომელ მამაოს აქვს ტრეციკლაზი გახსნილი რომელ მამაოა ნათემხილველი რომელ მამაოა რეგრესოლოგი რომელ მამაო ხედავს რა ქვია პარალელურ მირებს რომელი მამაო ხედავს კიდაც და რა ქვია არა ვალვარდებული მე საერთოდ ვიღაცების მეძღვის გამოვედი ამ სრულწმენებისაგან მეც მჯეროდა ეს ყველაფერი მაგრამ თურმე არის არასწორი განათლება არასწორად დაწერილი არასწორად გაკეთებული ეს ყველაფერიაც თავარია იმას არ მასწავლიან და თაყვანი რის ავწევ თაყვანი შენი ჭირი მე კი არა შენი ჭირი ჩემ განშორს შენ გერაცვალე რა ვისა რატო უნდა ვცე თაყვანი მე რა ვიცი იმაში რა არის ვინ არის რას წარმოადგენს და როგორ იყენებს იმ ძალაუფლების ენერგიებს მე ეხლა დავუშვათ ბავშვი დაიბადა ოჯახში ხო დაიბადა ეს ბავშვი ოჯახში არავინ არ იცის დედის სულში ვერ ხედავთ ჩვენ დედის სულში რა ზის მამის სულში რა ზის ძმის სულში რა ზის უფროსი ძმის სულში რა ზის იმათ რამდენი დაგավորები აქვთ იქ იმათ ხო, ანუ არ აქვს მნიშვნელობა, ყველა სულს უნდა განვითარება, ყველა სულს უნდა, რა ქვია, რომ გამოვიდეს ამ ცოდვებისაგან, კარმებისაგან, ამ ბლოკებისაგან, სამაბლოკებისაგან, აფსკიაშენიკებისაგან, უნდა რომ გამოვიდეს ამ სულებმა, უნდათ რომ აიმაღლონ ვიბრაციები, ყველა სულს უნდა გაიაროს ოფიტი, სასიკეთოდ და არა საზიანოდ. მაგრამ ამას ჩვენ არ გვასწავლიან არსად. თვითონ შეიძლება ძალიან კარგად იციან, მაგრამ არ გვასწავლიან. რამდენი ისენი აქვთ იქ პაციენტები, ინტერფერენტები, ხო, იმათ რამდენი კარმები აქვს თვითონ იქ, ხო? და დაიბადა ეხლა ბავშვი ეს ოჯახში დაიბადა. ამ ბავშვს თავიდანვე ეხლა ვინაშინებს, ვინ ბლოკავს, ვითომ მოვლიან დიან ამ ბავშვს, მაგრამ ჯერ ეს როდავოი პრაკლატიებიო და რაღაცეები კარმები გადადის ხო ამ ბავშვს ეს დნკ სისხლით 1000 რაღაცეებით რა ქვია მე ეს რადავოი პრაკლატიები რა არის რო ადრე რო იყო შიმშილი წყურვილი ომობა სისხლის ზღვა სიძულვილები მონური სისტემები რაფსკია შენიკები ეს ყაჩაღობა ეს ლენინის რაც გავიარეთ ეს ბიოსისტემას გადმოეცემა ეს ძველი შიშები ძველი უბედურებები და ეს უნდა გადატრანსფორმირებდეს ყველაფერი სასიკეთოდ ჩემთვისაც და როდისთვისაც სასიკეთოდ ანუ ეს უნდა მოიხსნას მაგრამ ამების მოხსნას არ გვასწავლიან. რა ქვია დედის სულში ვინ არის, მამის სულში ვინ არის, რამდენი ინტერფერენტები, რამდენი კარმები აქვს. მე ეს ამათი ბესები დაიწყებენ და ჩორტიკები დაიწყებენ ამ ბავშვზე დაშინებას, დაბლოკვას და ძმის სულში რაზე, ძმის სული რა არის, ვინ არის უფროსი ძმები და უფროსი დები, ხო? რომლებიც უკვე დაიბადნენ. იმათ სულში რა არის, რაზის, რა ვინები არიან, რები არიან, რა ბესები არიან, რა ჩორტიკები არიან.
რა ისინი არიან ინტერფერენტები და რა კურატორები და ძიბნოის სულია, კასმეურის სულია, პლაზმოიდია თუ ბაგამოლია თუ ჩორტიკია თუ ვიშკაზე დარბიან, ეს იმათი სულები. ხო არის ადამიანმა, არა და დაიბადა ეს ადამიანი ვიღაცი დედის სულში, აი არავინ არ უკვირდება. ვინ არის დედა არ აინტერესებს, ვინ არის დედის სულში, ვინ არის ძმა, ვინ არის ძმის სულში, რა ინტერფერენტები ყავს და რა კურატორები ყავს ამ ძმას და რაღაცა და რა პროგრამებზე უნდა რომ იმუშაოს და რა რითი უნდა რომ გაინთავისუფლონ თავი და რომ მოიშორონ კარმები და რომ მოიშორონ ასე ვთქვათ ეს ბლოკები, სამაბლოკები, რაფსკი აშენიკები და რომ განავითარონ რა ქვია მესამე თვალი ყველა შეუძლია განავითაროს ეს მესამე თვალი და ყველა შეუძლია ვოლია იზივლят ანუ სვაბოდა ვოლია დუშის სახელითა და ძალებით მოიშორონ კარმები. ეხლა ზოგი იტყვის, მე კარმა არა მაქვს, მე ის არა მაქვს, მე ინტერფერენტი არა მყავს, მე პაცელიცი არა მყავს, მე ჩორტიკი არა მყავს, მე ბაგამოლი არა მყავს, მე პარტალები არა მაქვს. და რა ყველა ამ დროს ყველას ყავს ჩორტიკებიც, ბაგამოლებიც, ასე ვთქვათ, რა ქვია, ეშმაკებიცა და რაღაცა ეს, რა ქვია, ეს მატრიცა არის საერთოდ დაბლოკილი. ამ მატრიცაში რომ ჩამოდის ადამიანი, ეს მატრიცა გონია ეს მატერიალური მირი, გონია რეალური, აქ წესწყობილებები, სახელმწიფო წესწყობილება, რელიგიური წესწყობილება, საშკოლო წესწყობილება, ოჯახური წესწყობილება, კაი ოჯახია თუ ცუდი ოჯახია თუ რაც არის, ეს გონია რეალობა და რა ქვია, ვითარდება ისე, რომ მარტო მატერიალურად უნდა ისწავლოს, უნდა იმეცადინოს, უნდა იმუშაოს და всё. ავიწყდება ამ ადამიანს სულიერი განვითარება და ამას არ გვასწავლიან არც სკოლაში, არც ეკლესიაში. სულიერ განვითარებას არ გვასწავლიან. სულიერ განთავისუფლებას და კარმიჩისკეული უძლების მოხსნას არავინ არ ასწავლის არცად. შეიძლება თვითონ ძალიან კარგად იციან, დადიან რეგრესოლოგებში, ნათელმხილველებში და იხსნიან რა ქვია ბლოკებს, რადავოი ბლოკებს, კონტრაქტებს, მაგრამ არავინ არ ასწავლის რა არის ეს კონტრაქტი, რა ხდება აქ, ძველი კონტრაქტია, ახალი კონტრაქტია, რადავოი კონტრაქტია, ოჯახური კონტრაქტია, ბებიის, ბაბუის გამოვა რაღაცა თუ რა არის, არავინ არავის არაფერს არ ასწავლის და ერთი რა ქვია შეიძლება ოჯახის წევრის გამო და ის რა ქვია იბლოკება სხვა სულებიც ერთი აღმზრდელობითი რაღაცის გამო იბლოკება სხვა სულებიც არასწორი აღმზრდელობის გამო არასწორი რწმენის გამო არასწორი ასე ვთქვათ ყოფა ცხოვრების გამო შეხედულებების გამო იბლოკებიან სულები და მარტო ფიქრობენ ეხლა უზდელობა არ არის მთავარი ადამიანი უზდელია და ფუ ეს რა არის და ის რა არის უზდილობიანი ადამიანი და უყვართ ერთმანეთი და გიждდებიან ერთმანეთზე, მაგრამ ისინიც რომ ავამპირებენ და ვამპირულ იმებში რო არიან ამებიდან გამოსვლა არ უნდათ. არავის და არ ფიქრობენ იმას, რომ მოდი გავერკვიოთ რა ხდება და გამოვიდეთ ამ ვამპირული მატერიალურ მატრიცებისაგან, მატრიც მასკარადებისაგან. გავერკვიოთ რა არის ჩემი სული, იმის სული, ამის სული, დედის სული, ძმის სული, მამის სული, გამანთავისუფლოთ ესენი ბლოკებისაგან, გავენთავისუფლოთ თავი ბლოკებისაგან და რა ქვია, მოვიშოროთ ეს კარმები და გავთავისუფლდეთ. ეს არავის არ უნდა, არავის არ ასჯერა. ეძახიან ამ ყველაფერს ზღაპრებს. ზღაპრები ამ დროს არიან თვითონ რომ მატერიალური რაღაცების წამთ, რომელიც არ არის საერთოდ დასაჯერებელი კი არა სისულელე ყოფილა მართლა. წმედა სისულელი არ არის, თავის წმედა არ დაუშაოს სხვას, ზიანი არ მიაყენოს სხვას, აუკრძალო ყველას ზიანის მოყენება, ეცი პატივი სხვას როგორც შენ თავს ასცემ პატივს და რა ქვია ადამიანმა თავის კონტროლი უნდა ისწავლოს, თავის სულის კონტროლი უნდა ისწავლოს, მაგრამ ამავე დროს მარტო ცოდვა არ ჩაიდინო კი არა, ცოდვასაც გააჩნია, რა ცოდვა არ უნდა ჩაიდინოს ადამიანმა და რა ცოდვებზეა ლაპარაკი იმასაც გააჩნია და რატო ითვლება ეს ცოდვა ცოდვად
ესე კი ადამიანს რა ფულის ფუფუნება ცუდია, ეს ცუდია, ის ცუდია, ცოლთან დაწოლა ცუდია, ქმართან და ეს ცოდვა არ არის. ფული და ფულის იზობილიები ეკუთვნის თვითონ ადამიანს, სიყვარულის იზობილიები ეკუთვნის თვითონ ადამიანს, თავისუფლების იზობილიები ეკუთვნის თვითონ ადამიანს. ადამიანის სულის ენერგიებია ეს. ადამიანი თვითონ გამოიმუშავებს ამ ენერგიებს და ამ ენერგიებზე მიდის კრადნიკაობა და ვამპირაობა და ბლოკაობა. ბესები ხო ბესები მეტი რა ეხლა ბესები შლირი ბესები დაარბენინებენ იმას და ისინი მე ამ რა ქვია ბავშვი ახალდაბადებული სულსაც ცდილობენ შეჭამონ დაბლოკონ 1000 ჩიპები გავუკეთონ 1000 მაიმუნობები გავუკეთონ 1000 რაღაცეები გავუკეთონ რომ აი სულმა ვერ მოახდინოს ევოლუცია რომ ეს სული მოწავიდეს დეგრადაციაში ნისკი პოლუსებში ნისკი მირებში და გახდეს მათნაირი ავადმყოფი გახდეს მათნაირი მანიაკი გახდეს მათნაირი ბოდიში და შნირი ბესების შნირი მონა გაბოროტდეს გახდეს რა ქვია შეაჯავრონ თავი ყველას ან შეიზიზღოს ან შეაზიზღოს თავი ყველას ან გახდეს რაღაცა ცრუ რწმენების მონა ასე ვთქვათ და რა ქვია ცრუ მატრიცების მონა და ეს რა ქვია ცოცხალი არა ცოცხალი მატრიცების მონა გახდეს ადამიანი ამას ცდილობენ ან რა ქვია რა ვიცი ახლა როგორ ახსნა რომ მონები არიან ბევრი მონა არის მონათრჩება არა აქვს მნიშვნელობა ის ბევრს ლოცულობს ახსარებებს ამბობს ბევრს ინანიებს თუ რას შვება რა ქვია არა აქვს მნიშვნელობა იმან რა ქვია ინანიებს ადამიანი ინანიებს უნდა რომ მოინანიოს ცოდები მაგრამ როგორ ინანიებს ამ ცოდებს ვისთან ინანიებს ამ წოდებს, რასთან ინანიებს ამ წოდებს, რა მხრივ ინანიებს ამ წოდებს, აი ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რა წოდებს ინანიებს, რატო ინანიებს, წოდებს რო ინანიებს ადამიანი რომ მე მინდა ის მოვინანიო, მე ვიღაც რაღაცა ვაწყენინე და რა ქვია, მინდა რომ მომიტეოს და მინდა რომ მიუტევო და იყოს ესე всё, მოიხსნა საკარმიჩისკივი უძლები და რა ქვია, ზაპრეშაიუ ატნინე всех მეც იმასაც იმის ასე ვთქვათ პოზიცია ოპოზიციასაც ჩემს პოზიცია ოპოზიციასაც და რაღაცა ერთმანეთზე зло კატათაგობარას თამაშს зло плохо влияниებს запрещаю და ეს რა ქვია всё დამთავრებულია ჩვენ შორის წყენა და განთავისუფლებული ვარ როგორც მე ასევე ის ვათავისუფლებ იმას კარმიჩისკიული უძლებისა და კარმიჩისკიული ოპიტებისა და კარმიჩისკიული პროგრამებისაგან და კარმიჩისკიული ბლოკებისაგან ჯერ პირველ რიგში ჩემ თავს ვათავისუფლებ და მე უკვე ვათავისუფლებ იმ ადამიანს ეს არასწავლიან ამ არაფერს ასეთ არაფერს მარტო მოინანიე და всё ჩაგეთვალა არავის არაფერი არ ჩაეთვალა მარტო მოინანი იქ ხდება ენერგოაბმენები კიდე იქ ხდება შენ თუ იმას რამე დაუშავე ზიანი უნდა აუნაზღაურო თუ იმან რამე დაგიშავა აქეთ ზიანი უნდა აგინაზღაუროს ეს ხდება სულიერ სამყაროში მოინანიე და всё პაკადასვიდანიათი ამათი კატათაგობანას თამაშები არ ამთავრდება და ბესები ამ ენერგიებს კრადნიკობენ და ვამპირობენ ზუსტად აი მოინანიე ენერგიებზე დარბიან ბესები და კრადნიკობენ მონანიე უნდა მოინანიოს ადამიანმა უნდა აღიაროს შეცდომა მაგრამ უნდა აღიაროს ეს შეცდომა ნორმალურად ისე კი არა რომ ძალიან ისა და რაღაცა უნდა ყველას უნდა უთხრა სადა მომიტევეთ მიმიტევებია მაპატიეთ და всё ჩვენ შორის დამთავრდეს დისტრუქციული ერთობები დისტრუქციული რაღაცები დისტრუქციული პერიკატკები პატკატკები პირაუდე ბლოკები ჯადოები მადოები всё ეს ჟიგაეცა и сжигаем все деструкциებს აბნულაем და დაგավորებს აბნულაем გინდა ერთმანეთთან გინდა ბესებთან გინდა სერებთან აბნულაем все деструкციებს все ნეგატივებს все დაგավորებს აბნულაem ეხლა მე დაუშვათ აი კვარტირანტები არიან ავიღოთ ეხლა კვარტირანტები მეზობლები რა რასაც ქვია მე რა ვიცი ეხლა კვარტირანტებში რა სულიზის რა აზრებიზის რა ფიქრები აწუხებთ ვინ არის მამათი ინტერფერენტები ვინ არის ამათი კურატორები ვინ არის ამათი ისინი რა ქვია
ჩორტიკებია, ბესებია, სერებია, კრაზებია, მაგი რა აზრებია წუხებთ, რა ინტერესებთ, რა რისკენ მიისწრაფიან, რა ევოლუციებს გადიან, რა კარმებს გადიან. მე რა ვიცი, იქნება შამანები არიან და მაჯადოებენ. იქნება ისინი არიან, რა ქვია, სექს პარაზიტები ან ენერგო პარაზიტები და მკურდავენ და ისე ჩემ მეზობლებს ძალიან შევარტყი კრადნიკობა. აქ ბიოპოლში რამდენჯერად ზაშიტას ვაკეთებ, იმდენჯერ რაღაცა ეს ზაშიტები ძალიან მალე იმაშვრება, რა ქვია, ესე კი კრადნიკაობენ, ჩემი მეზობლები არიან კრადნიკები. ხო, ანუ ენერგო ვამპირობას აკეთებენ მეზობლები თუ ჩერეს მეზობლებით აკეთებენ ვამპირობას ეს მათი ინტერფერენტები, ბესები, სერები და არხონტები და ეგრეგერები. ნუ ეს გაურკვეველია უკვე იმათ ბიოპოლში რა ხდება. მე არ ვერევი არავის ბიოპოლში, მაგრამ თავარია ვგრძნობ, რომ ჩემს ბიოპოლში რაღაცა ბერიე ზალატე ულტრაფიოლეტოვი პატოკე იზობირიებით, ზალატე ფილტრებით რაღაცა ზაშიტას გავაკეთებ, რაღაცა წყლის პატოკები დეზინფიცირებას გავაკეთებ, გავიხედავ და ეს უკვე რა ქვია, მაინც ატაკაზე გამოდიან, იმიტომ რომ იმათ ეხლა იმათ ბიოპოლში რა ქვია, რა ხდება, მე არ ვიგებ. ეხლა ყველა სულს აქვს თავისი კარმა, ყველა სულს აქვს თავისი, ასე ვთქვათ, ოპიტები, უნდა გაიარონ თავიანთი ოპიტები, ყველა სულს აქვს თავისი ვიშია, ანუ ჩვენ სულები ვართ ვიშიას ჩისტოტები, ჩვენს ვიშიებს კიდე ჩისტოტები აქვთ. და რა ვიცი ეხლა დაგավորები თუ არ დაწვეს თუ არ გაანულეს თუ არ გააბათილეს თავიანთი დაგավորები, გინდა მეზობლებმა, გინდა ოჯახის წევრებმა თუ არ გააბათილეს თავიანთი რადავოი დაგավորები, იგივე დნკ-ური, იგივე ტექნოგენური ტექნოგენური დაგավորები, იგივე მატრიცული დაგավորები, იგივე რაღაცეები, რაც ადრე იყო ეს დაგավորები, რა არის მაგალითად დაგავორი რა ქვია, დაგავორი უბედურებაზე, უბარაქობაზე, დაგავორი მონობაზე, დაგავორი მაგალითად რომ მე ღმერთმა დაიფაროს ყველა და პირველ რიგში მე დავიფაროს ღმერთმა, მე მოვიშორე ეს დაგավորები და ცრურწმენები, ცრუმწამსები, დაგավորები ომობაზე, დაგավորები სახელმწიფოებთან, დაგավորები სახელმწიფო სამსახურებთან, დაგավորები რა ქვია, არმიებზე, მკვლელობაზე და ათასნაირი. ხა ცოდის ჩადენა რა არის, გაუპატიურებები და ნუ უფულობაზე ან ფულიანობაზე, აი ყველაფერზე რაღაცა ხდება, ანუ ადამიანი უნდა იყოს ძალიან ფრთხილად, რომ არ კიდე რომ არ ასე ვთქვათ, კიდე კარმიჩისკიული უზელე რომ არ აიკიდოს. ანუ ეხლა მე უკვე როგორ ავარ, უკვე ვერიდები ყველას, იმიტომ რომ ისეთი ამბავი გადავიტანე მე, რომ აღარ მინდა უკვე არავისი, აღარც პერეკლატკი, აღარც ძალადობა, აღარც გადმოდებულო არაფერი, აღარც სრულწმენები, აღარც სრულრელიგიები, აღარც რა ქვია, მუშაობ ჩემთვის, შევდივარ, გავდივარ ჩემთვის, არც ერთი ლოთის ლავრები არ მინდა, არც ერთი შეუგნებელი ხალხის ბლოკები არ მინდა, არც ერთი ავამტყოფების ავამტყოფობები არ მინდა, ეს ავამტყოფობებიც ბლოკებია და კარმებია. და კარმიჩისკიული უძლები უნდა მოიხსნას ადამიანმა, რომ განთავისუფლდეს ამ ავადობებისა და ამ ბლოკებისა და ამ ჩიპების, მიპებისა და იმპლანტების, ანტენებისა და სამაბლოკებისაგან და სამანავიძონი პრაკლატიებისაგან. არავისი წყევლები არ მინდა, არავისი ცრურწმენები და ცრურწამსები არ მინდა. ეს დედამიწა თვითონ ტრანსფორმირდება უკვე და თვითონ ატრანსფორმირებს დედამიწა ენერგიებს. დედამიწა რა არის? ენერგია არის, უდიდესი ენერგია არის, აქ ხარობს ბალახიც, წყალიც, მიწაც და ეს არის მატერია, რომელიც ხარობს, ცოცხალი მატერიაც არსებობს და რა ქვია, არაცოცხალი მატერიაც არსებობს. ხო, მენტალური პლანები რა არის? მენტალურ პლანებში, ტრიგერებში, რასაც გამოიგონებს ადამიანი, ის ფუნქციონირებს. ეხლა მე რა თქმა ვიღაცების ტრიგერები და იმ სხვის ბიოპოლში რა ტრიგერები ხდება, რა პარტალები იხსნება, ვინ ცივილიზაციებთან აქვთ ამათ დაგավորები და ვინ კრიაზებთან და ბესებთან აქვთ დაგավորები, მე ვერ ვხედავ ხომ მით უმეტეს, რომ არც ცდილობენ თვითონ, რომ აი მე ეხლა ვცდილობ, რომ ეს დაგավորები მოვიშორო, ეს დაგավորები გავანულო, ეს რა ქვია,
ვალები, მოვალეობები მოვიშორო, ეს ვალდებულებები მოვიშორო, მე მატერიალურ მირებში და მატერიალურ სახელმწიფოებში და მატერიალურ ხალხთან ან სულებთან არავისი ვალდებული არა ვარ მე. რატო ვარ ვიღაცეებისა და რაღაცეების ვალდებული? არავისი და არაფრის ვალდებული არა ვარ. მინდა ვიმუშავებ, მინდა სახლში მოვალ, მინდა დავწვევი, მინდა დავალაგებ, მე მივხედავ ჩემ თავს, მე არავისი ვალდებული არა ვარ. მინდა, რა ქვია, ეს უნდა მოიხსნას ადამიანმა, ეს კარმები, არც ერთი ცივილიზაციის ვალდებული არა ვარ. არც ერთი არაფრის ყველა იერარქიულ ცივილიზაციებს, ყველა იერარქიულ ანგელოზებს, არხანგელებს, ანგელებს, კერუბიმებს, სერაფიმებს პატივს ავცემ, იესოსაც პატივს ავცემ, მარიამსაც პატივს ავცემ, მაგრამ ჩემ პოზიციას ვიცავ, ჩემ გრანიცებს ვიცავ და არ ყვები იმ ცრურწმენებსა და ცრუმწამსებს. მით უმეტეს რომ ადამიანი, რა ქვია, მე ვიცავ ჯერ პირველ რიგში ჩემ სულს, ადამიანმა თავისი სული უნდა დაიცვას ჯერ პირველ რიგში. იგივე მატერიალური მირებიდან ზუსტად, ერთმანეთიდან ზუსტად, ეხლა მე რაში მაწყობს ჩემი მეზობლის კარმა და ჩემ მეზობელს დაუშვა დაპუსტი მიგ პარტალებია გახსნილი, მე აქ პირიქით იმას ვფიქრობ, პარტალები დავკეტო, რომ არ მერტვეკებმა არ შემაწუხონ, ან ბესემმა არ შემაწუხონ, ან რა ქვია, 1000 ტრიგერები არსებობს სულიერ სამყაროში, რასაც ადამიანი ვერ ავხედავთ. და თუ ხედავენ კიდე გვიმალავენ და არ გვასწავლიან. და არ მინდა რომ მე დავვირუსდე, დავავადდე, დავიბლოკო რაღაცა სხვისი ლოთებისა და ნარკომნებისა და ჰაფიფისტებისა და მეტაბლეტეებისა და მორწმუნეების გამო მე არ მინდა დავიბლოკო. არ აქვს მნიშვნელობა ის ადამიანი თანამდებობის პირია თუ არ არის თანამდებობის პირი. სულიერი განვითარება არც თანამდებობას უშლის ხელს და არც კიდე არათანამდებობას არ უშლის ხელს. სულიერი განვითარება, სადაც ბაზარში გამყიდველი იყავი, ექიმი იყავი თუ რაც გინდა ის იყავი, ადამიანმა უნდა შეიცადო, დაიცვას თავისი გრანიცები, თავისი ბიოველი ბიოპოლი, თავისი სული უნდა დაიცვას, თავისი ენერგიები უნდა, თავისი ჩაკრები უნდა, თავისი სახლი, კარი, სახლში რო შედის, უნდა თქვას, შემოვედი სახლში, ხო? დისტრუქციები აბნულაიცა, დისტრუქციები რჩება მაგალითად გარეთ. ზლონიკა კნეზახოზი, ზოტო კატკულიჩაიცა, აბნულაიცა, ამას ამბობს ვინმე? სუში სტოებებში არიან, ეხლა სერები, რები, გრებში, ახოტებში იქნებიან, ესეც თავიანთ დაგավորებში და თავიანთ მერტვეკებში და თავიანთ რაღაცეებში და რამდენჯერაც ეხლა ბიოპოლზე ფაქტიურად მიწევს ყოველ დღე საშიტების გაკეთება, ყოველ დღე დღამის სანთლების სანთება, იმიტომ რომ რაღაცას უგრძნებ, ეხლა აქ პრინციპში ბევრი ხალხი მოძრაობს, ბევრი რაღაცა პარტალები იხსნება, ბევრი დესტრუქციული ენერგიებია, ბაზრის მხარია მაინც მაღაზია არის, ეხლა მაღაზიაში ვინ შედის, ვინ გადის, რა სუშისტოები დაგულავებენ მაღაზიაში, რა კონსტრუქციებია და დესტრუქციული რაღაცები რა არის გაკეთებული. მე რა ვიცი, მე ვცდილობ ეხლა ეს ბელიე პატოკებით, ცეცხლის პატოკებით რაღაცა დაიცვას, მოშორდეს, გაიწმინდოს ბიოველი ბიოპოლი, კი ეხლა რაღაცას ვცდილობ, მაგრამ ერთი ადამიანი ამდენ შნირებში რაც არიან ბესების, სრულწმენების, ცრუმწამსებისა და არაფერი რო არ აინტერესებს და მარტო ის არისო, რა ქვიაო, მოდამოდა საყოველები რო არიან, მარტო მოდამოდა საყოველები, კაი მანქანა, კაი სახლი, კაი კომფორტი, კაი ესენი, დანარჩენი ღმერთი გადაწყვეტავს, თვითონ არ აინტერესებთ არავის არაფერი. კაი ჭამო, კაი დავლიო, კაი დავიძინო, კაი ფული ვიშო, კაი სამსახურზე ავიდეო და მერაც მინდაო ისაო, რა ქვიაო, სულის განვითარებაო და მერაც მინდა ტრიციკლაზის განვითარებაო, ეგაო, სრულწმენა არისო, ვარსკვლავებიო, სრულწმენა არისო, საზოզდიებიო, სრულწმენა არისო, ინაპლანეტელებიო, მულტსიკები არისო, სრულწმენა არისო. ხო, აი ერთმა ადამიანმა მე რა უნდა გავაკეთო? რამდენი პარტალი უნდა დავხურო აქ? რამდენი დისტრუქციული კონსტრუქციები უნდა გადავყარო, რამდენ ინტერფერენტებსა, ჩემ ინტერფერენტებს უნდა აუკრძალო თუ მაგათ ინტერფერენტებს, რამდენ ინტერფერენტებსა და რამდენ იმას უნდა აუკრძალო, რომ წავედით აქ, ნუ მოდიხართ, თავი დაგვანებეთ, არ შეგვაწუხოთ, არ დაგვაჩიპიროთ, არ დაგვაზომბიროთ, არ დაგვბლოკოთ, არ გაგვაგიჟოთ, მოგშორდით.
რამდენ ბესებს აუკრძალო რომ აქ ნუ დარბიხართ რომ ნუ გვავამპირებთ ნუ ენერგიებს ნუ გუპარავთ პარტალებსა დისტრუქციულ კონსტრუქციებსა ბლოკებს ცეპებს მოშორდით მოცედით წადით აქეთ რამდენს მე მარტო ჩემთავს კი არ ავწმინდა გამოდის რომ მე ამათაც ავწმენდა მაგრამ არა ვარ ვარდებული მე ესენი გავწმინდო არა ვარ ვარდებული მე არავინ არ გავწმინდო მეზობლებს ჩემთვის არაფერი არ მოუტანიათ მეზობლები არიან გამარჯვებასაც არ მეუნებიან მეზობლები არიან სანთელი არ მოუტანიათ ჩემ საათლის ფული 1 ლარი არ მოუციათ ჩემთვის რო აჰა საათლის ფული შენ 1 ლარი მარტო იმაზე ვიგოდნიკები მარტო დამავოები კი არის ჩორტიკებიც აყავთ სახში დარბიან მაგათი ჩორტიკები არ აინტერესებთ ის რომ მერტვეკებიც აყავთ რომ მერტვეკების პარტალებიც იხსნება ხანდახან და თვითონ დარბიან სასაფლაოებზე და მორბიან მერე ბედნიერების სახში ძინავთ თვითონ დარბიან ეხლა ყველას აყავს აქ მკვდარი მიცვალებული გარდაცვლილი ხო და ალპობენი მიწაში იქა სასაფლაოზე ხო თან ის ჯვარი დაადგეს და მონობის რაფს კი აშენიკები უკვე დაადგეს და იმას ჯვარი ან რაღაც ან არ ზოგს ხმარობს ამ ჯვარს ზოგს რა მნიშვნელობა ხო დაასაფლავეს იქ სასაფლაოზე სადღაც ალპობენი იმას ხო გაუკეთეს იქ ვითომ სახლი რა ანუ იწამა და ეხლაც აგე მიწაში წავიდაო თუ რაღაცა და ესე კი ისა რა იქაც კიდე მიწის ის თარაძვირია ეს რა ქვია სასაფლაოები $5,000 $6,000 $7,000 $8,000 ერთი მანქანის ფულია სასაფლაო რას ლაპარაკობ ეხლა სასამკუთრებითაც კიდე რომ ფულებს აკეთებენ და იქმნება სასაფლაოებზე ძალიან ცუდი ნეკროტიკული ენერგიები და ამ ნეკროტიკული ენერგიებით მერე რა ქვია იქაც პარტალები იხსნება იქაც ნეუპაკოინი სულები არიან იქაც არიან ჩორტიკები მორტიკები რავი ზოგი კაი ადამიანია იქ ზოგი ცუდი ადამიანია ზოგი ცუდი კაი აურის მატარებელია ზოგი ავიაურის მატარებელია და ეს ნეკროტიკული ენერგიები ტრიალებს არ არის საჭირო სასაფლაოები მე ვთვლი რომ საერთოდ სხეული სიკვდილის მერე ეს ბიოსისტემა უნდა დაიწვას იმიტომ რომ სულიც ადვილად განთავისუფლდება ამ ენერგიებისაგან და მერე ეს DNK-ზე ხელი არ იქნება მიწვდომელი ხელი ვეღარ შეეხებიან უკვე ეს პობის ენერგიები ძალიან ცუდი ენერგიებია ნეკროტიკული ენერგიებია და ამით უკვე ვეღარ შეეხებია ვეღარ იმას იზავს ბიოსისტემა ბიომატრიცა უკვე განთავისუფლდება უკვე ამ ადვილად ამ ნეკროტიკული და უფრო ადვილად გადატრანსფორმირდება ის ცუდი ენერგიებიცა და კაი ენერგიებიც ნოლად რას ქვია ანუ აბნულოვი ეს ენერგიები განთავისუფლდება და მე ეს ენერგიები მოხმარდება ან ისევ სულს ან ისევ დედამიწას გაიას რაღაცას ვიღაცები სანთელი აი მაღაზიაში შევდივარ მაღლა მაგ მაღაზიაში შევდივარ გამოვდივარ რაღაცა გამარჯვების თქმაც არ უნდა ხოლმე ესეთი წვირაბზოებული ეხლა მაღაზიაში ხანდახან გრძნობ რაღაცა ცუდაურებს და მენტალურად ტელეპათიურად ვიძახი რომ მე ჩემი ბიოველი ბიოპოლს მოშორდე ჩემ გზებს ჩემ გზაკვალს ჩემს ენერგიებს მოშორდეს ყველაფერი ცუდი პარტალები ზაკრივა ეცა და ყველაფერი ცუდი საზნაკა -1 მაგნიტავდება 10 მაგნიტავდება რაც მაგნიტავდება მოშორდეს აქაურობას ყველაფერი ცუდინა ტრანსფორმაცი პერევიჩნუ ენერგიებისათვის ჩემი ბიოველი ბიოპოლიდან შორს მაგალითად ქუჩების კანალიზაციებში წყლების კანალიზაციებში გასრიალდით აქედან შორს ძალიან ხშირად არის ხოლმე მაღაზიაში შევდივარ ცუდად ავხვდები გულისრევები მეწყება ხან ცუდი ჰაერია ხან ცუდი ის არის მაგრამ ეხლა იმათ არიციან ეხლა არც მაღაზიის მომხმარებლებმა არიციან ბიოველი ბიოპოლის დაცვა, თავისი თავის დაცვა, თავის სულის დაცვა, გაწმენდა და არც კიდე გამყიდვლებმა არიციან ბიოველი ბიოპოლის დაცვა და თავისი სულის დაცვა და გაწმენდა და რა ქვია ენერგიებთან მუშაობა არიციან.
მარტო ეხლა წყლით გაწმინდო პოლი ეგ იმას არ ანიშნავს რომ მაღაზია სუფთა მაღაზია ენერგეტიკულადაც უნდა გაიწმინდო ლოცვით სიტყვის ძალით აი ლოცვა და სიტყვა არის ყველაზე დიდი ინსტრუმენტი როცა ალაგებ რაღაცას ადამიანი გინდა სახლში იყოს გინდა მაღაზიაში იყოს გინდა აქ ჭურჭელს რეცხავს ხო ადამიანი რაღაცა ხო ყველაფერი დისტრუქციები ნეგატივები მომშორდეს ყველაფერი დისტრუქციები ნეგატივები მოშორდეს აქაურობას ყველაფერი დისტრუქციები ცოცხალია რა ცოცხალი ნეგატივები ის ბესებია სერებია რეებია გრეებია არხოტებია თუ რაც არის ნეგატივები დისტრუქტორები რაც არიან მომშორდნენ თავიანთი დისტრუქციებიანად აქაურობას მოშორდეს ყველაფერი ცუდი თავიანთი დისტრუქციებიანად ის უფულობა ის გაჭირვება ის ავადობა ის ავითვალი ის ჭორაობა ის ტრიგერაობა ის რა ქვია ლავრები ის ყველაფერი ავი ენერგიები მოშორდეს აქაურობას და ჩემთვის ვა ბლაგა ბეზრე და ჩემთვის და დეზინფიცირებაიოს წმინდა წყლის პატოკები დაიბანოს მე ხელები ამ ადამიანმა ან მარილიანი წყლით ან იმეთ მარილით ან სახში რომ ივა კარგად გადაივლოს მარილიანი წყალი დაბანის მერე საერთოდ მარილი შლის ცოტა რაღაცა ნეგატიური ენერგიებს ცოტა შლის ეხლა მაღალ ვიბრაციულ რაღაცებს ვერ ეხება ნეგატივებსა და დისტრუქციებსა და ბლოკებს მაგას უკვე უნდა ძალიან დიდი რა ქვია ენერგოზატრატია და ანგელებისა და არხანგელებისა და ქეროფიმებისა და სერაფიმების ის უნდა მაგას უნდა სთხოვო ღმერთს ქეროფიმებს სერაფიმებს ანგელებს ჩემს ვიშიას უნდა სთხოვო რომ რა ქვია ბაჟესტვინი პატოკებით ჯივას პატოკებით აბსოლუტის პატოკებით ცეცხლის პატოკებით იგივე ულტრაფიოლეტოვი პატოკებით რომ ეს ყველაფერი მოგაშორონ მოგშორდნენ მოგცილდნენ ის ინტერფერენტები რომ მოგშორდნენ რომ გააძევონ ეს ინტერფერენტები აქედან ჩემი ბიოვერი ბიოპოლიდან შორს და რომ აღარ შემეხონ რომ ვეღარ შემეხონ ეს უკვე უნდა სთხოვოს ადამიანმა ვიშიეს ვეტრია ანგელებსა და არხანგელებს მაგრამ ამას არ აკეთებენ რა მარტო ისა წყლით გაწმინდავენ დომესტოსთი გაწმინდავენ იმით გაწევს რომ სიტყვითა და ლოცვითა და ენერგიებით წმინდავენ არავინ არ აწმინდავს როდის გაწმინდა ადამიანმა სახლი სიტყვით ლოცვით ენერგიებით როდის ბოლო აი რო ცოცხავს ადამიანი გამოცოცხა რაღაცა ხო შეუძლია ilaparako's რომ ამ ცოცხმა ამ ნაგავმა წაიღოს ყველაფერი ცუდი უბედურება ავადობა ეს არავინ არ აკეთებს არავის არ აინტერესებს ეს ჩემ მომშორდეს ყველაფერი ცუდი ავადობა სხვისი ცუდი ჩემი ცუდი ყველაფერი ცუდი მოშორდეს ჩემს ახკარს ჩემს მაღაზიას გარშემო ბიოვერს ბიოპოლს მოშორდეს ყველაფერი ცუდი ჩემს კორპუსს კვარტირად იმ ლიფტსაც იმ ზერკალებსაც მოშორდეს ყველაფერი ცუდი და საერთოდ კრივია ზერკალები მოშორდეს ჩემს ბიოვერ ბიოპოლს და კრივია ზერკალები რა არის ისიც არავის არ აინტერესებს აი ეს არის აი გაუნათლებლობა რასაც არ გვასწავლიან პორტიკებიანი ხალხი, ბესებიანი ხალხი, ანტინტერფერენტებიანი, ჩიპებიანი, მპებიანი, ავადმყოფი ხალხი შედის, დაბლოკილი ხალხი შედის, დადიან. მაღაზიაში ჩორტიკებიც არის. ჩორტიკებიც არიან, ეხლა მეტვეკებიც არიან. ბევრჯერ გავყარე წარმოვიდგენ ხოლმე ცეცხლის ცოცხს ასათრებს რომ ვათებ აქ და ვუბძანებ ხოლმე ყველას რომ აბა ეხლა ვინც ბიოვერ ბიოპოლში ყველა სახის დისტრუქციები, ნეგატივები, სუშესტოები, ავისულები, ლავრები, კუბები, იკუბები, სოკუბები დავაი ეხლა თქვენი ჩიპები ის ინსტრუქციებიანად, კონსტრუქციებიანად, რაღაცეებიანად გასრიალდით საზნაკა მინუს რაზმაგნიტი ვაიწეს და გასრიალდით ქუჩების გალაქტიკი კანალიზაციებში ნატრანსფორმაცი პერევიჩნუ ენერგიებისათვის. აპრეშაიუ რა ქვია ჩემს სახლზე, ჩემს ბიოპოლზე, ჩემს გარშემო რაც არის მაღაზიებზე, ხეებზე, ტყეებზე, სახლებზე, კორპუსებზე, კვარტირატებზე და ასე შემდეგ ზროლი ხაპლუხავლიაც. Запрещаю все, и რა ქვია მე წარმოვიდგენ ამ ფილტრებს, ზალატო ულტრაფიოლეტოვი ფილტრებს და ვითომ მაღაზიას დაეფირა ზალატო ულტრაფიოლეტოვი ელექტროფილცეცხლის ფილტრები ან ჩემს ბიოვერ ბიოპოლს ახკარს დაეფირა ულტრაფიოლეტოვი მე საცხოვრებ მე დროებით პადვალში ვცხოვრობ დროებით
ჩამოვდივარ, ავდივარ, ჩავმაქ ტანსაცმელები, ამაქ ტანსაცმელები. ეს ტანსაცმელები თუ ჩავმაქ ხოლმე ყოველთვის ვიცახ ჩემს ტანსაცმელები ძრორი კაკნი, ვლი აიტაბრუნეცა, ეხლა მაღაზიაში სულ შედიან, გადიან ვიღაცეები, ხო, მე ვიცახი, ეს ვიღაცეები, დისტრუქციები, ნიკაკნი, ვლია ეს ნიკაკნი, ზახოძა, ჩერეს რაღაცეები, დაბრუნეცა, 10 მინუტს მოგეტავდებიან, აბრათა ჩემი ბიოვერი ბიოპოლიდან შორს. არ მაინტერესებს მე არა მაქვს არც იმის ძალა და არც იმის ფული და არც იმის ნერვები რომ მე აქ ვიღაცა კვარტირანტები წმინო დომით უმეტეს რომ ისინი თვითონი ბლოკავენ თავს იმათ თვითონ არაჯერათ ის რომ არ უნდათ კაცო არც ის ტრეცი გლაზის გახსნა არც ის ჩაკრების ისა არც ის სულთან ლაპარაკი არც ის დაგավորები რა არის არ აინტერესებს იცახიან რომ ეგ წუწმენა ეგ ზღაპრებია ეგ ლალაკაკადუებია კაკადუებია, ესე ადაგაურები, კარმების მოხსნა არ უნდათ იძახიან, რომ ეგ სრულწმენები, ეგ ლალაკაკადუები, ეგ ზღაპრები, ეგ ტომი და ჯერიებია. ივსო, ეხლა მე ამად გამოდავიტანჯო მე. ესენი მტანჯავენ, ამათ მაიმდენი პერეკლატკები და კიდე სხვა ღორებმა, იმდენი შინაურმა ღორებმა, გარეულმა ღორებმა, იმდენი პერეკლატკები, პატკლატკები, რა ქვია, რადავოი ღორებმა იმდენი პერეკლატკები, პატკლატკები ამკიდეს, გადამკიდეს, იმდენი დამამცირეს, იმდენი მირთხეს, იმდენი თიშეს, იმდენი სტრესები მიმაღებინეს, იმდენი ავადობები, ჩორტიკები, მორტიკები და რაღაცეები იმასკრეს, რა ქვია, ჩემზე რომ გააკეთეს, რომ ძლივს გამოვედი, მესამე წელია, ძლივს ვყრი, ხან რომელი ინტერფერენც, ხან კუბებს, ხან ინკუბებს, ხან ლავრებს, ხან ისიქტოიდებს, ხან მერტვეკებს, ხან დაგավորებს, ხან მოგოვორებს, ხან კრიაზებს, ხან შამანებს, ხან ჯადონბაზებს და ეხლა ესენი მე როგორ გავწმინდო. ძლივს გადავჭი, ეხლა ამათ ადამიანს თვითონ შინაგანად სურვილი თუ არ აქვს, რომ განიწმინდოს, რომ გამოვიდეს დისტრუქციული პროგრამებისაგან, დისტრუქციული მაგიებისაგან, დისტრუქციებისაგან, რომ რაღაცა უნდა ეცადოს ადამიანი რაღაცა გააკეთოს, სიტყვიერად მაინც ჯერ სიტყვიერად აი ლოცვით დაიწყოს, რომ მომშორდეს ავადობა, მოშორდეს ჩემს აღკარს, ბიოვერს, ბიოპოლს ავადობა, რომ მოშორდეს ჩემ ფულის იზობილიებს, უფულობა, უბარაქობა, რომ ყველაფერი გადატრანსფორმირავდეს, შეიცვალოს ჩემთვის ასიკეთოს, ასარგებლო. თუ ეს ადამიანს εμის სურვილი არ აქვს, ვერავინ იმის რა ქვია, ეს ვერავინ ვერ უშველის ამ ადამიანს. ადამიანმა თვითონ უნდა ეცადოს, გამოსწორდეს როგორმე. და ეხლა მე რაც ამ მეზობლებს სიკეთეს უკეთებ, მაგრამ მე ამ დიდ საქმეს ვაკეთებ აქ. ეხლა არ ვაკებ ჩემ თავს, მადლობა ღმერთს, მაგრამ მე სამთელს რო ვანდებ, მე მარტო ჩემთვის კი არ ვლოცულობ, რომ აბუნულაი დაგավորებს რაღაცა, ის ამათვისაც ვლოცულობ, რომ ეს ბიოვერი ბიოპოლი გაიწმინდოს, ამ ბიოვერ ბიოპოლს ჩემს ენერგიებს, ჩემს ენერგოინფორმაციულ კანალებს, მეზობლების ენერგოინფორმაციულ კანალებს, ვასხადაში პატოკებს, რომ მოშორდეს დისტრუქციები, ბლოკები, რომ ღმერთებო, ანგელებო, ახანგელებო დაგვეხმარეთ, რომ მოაშორეთ ჩემს, ასე ვთქვათ, დროებით საცხოვრებელს, ეს დროებითი საცხოვრებელი აქვს. ეს დროებითი ბიოსისტემებია, დროებითი სახლებია, დროებითი მატერიებია, ეს ყველაფერი. ხო, რომ მაინც ეხლა ჩვენს ენერგიებს რომ მოშორდეს ყველაფერი ცუდი, ნეგატივები, უფულობა, გაჭირვება, უბედურება, ძალადობა, ვამპირები რომ მოგშორდნენ, ენერგოვამპირები, კრადნიკები, ჩორტიკები, მორტიკები, ცრუწმენები რომ მოგშორდეს, რომ ჩვენს ნერვებზე, DNK-ზე, სისხლზე, ხორცზე, სულზე ექსპერიმენტები რომ ტატორი პარაზიტები რომ მოგშორდნენ, და მეტალიჩესკი ტექნოპარაზიტები რომ მოგშორდნენ. მე მართლა დიდ საქმეს ვაკეთებ. პირველ რიგში მე ჩემი სულისათვის ვაკეთებ დიდ საქმეს. პირველ ჩემი სულისათვის ვაკეთებ დიდ საქმეს, იმიტომ რომ მე სურს ესე რომ ვიყო ჯანმრთელი, მე სურს ესე რომ ვიყო, რა ქვია, გახარებული, ბედნიერი, ჩემი სულისათვის ვაბლაგ, სხვა სულებისათვისაც ვაბლაგა. სხვა მეზობლის სულებისათვისაც ვაბლაგა, ნაცნობი უცნობი სულებისათვისაც ვაბლაგა, ყველა სულს აქვს უფლება გაიაროს ცხოვრება, სიცოცხლე, ოპიტი, ევოლუცია, რასაც ქვია. მაგრამ ამავე დროს ვუკრძალავ ჩემზე ზეწოლას, ჩემზე პატკლატკებს, ჩემზე პერეკლატკებს, ჩემზე ატაკებს
ამავე დროს ვუკრძალავ მე ყველა სულს ვუკრძალავ და ყველა ნაცნობსაც ვუკრძალავ და უცნობსაც ვუკრძალავ. სიკეთეს რომ ვაკეთებ, არავისი ვალდებული არ ვარ, ჯერ ვიღაცას უცნობებს მით უმეტეს ესე ჩემი ნათესავები არ არიან, არც სულიერი ნათესავები და არც კიდე ბიორობოტული ნათესავები და არც კი სისხლის ნათესავები არ არიან, რომ სიკეთეს რომ ვაკეთებ, არა ვარ ვალდებული არავის სიკეთეს რომ ვაკეთებ, მე პირველ რიგში ჩემი სულისათვის ვაკეთებ ამას, რომ ჩემი სული იყოს განთავისუფლდეს ეს ბიოველი და ბიოპოლი დისტრუქციებისა და ნეგატივებისაგან. ჯერ პირველ რიგში მე ჩემი სულისათვის ვაკეთებ ამ სიკეთეს და მერე კიდე დებილი არა ვარ, მე არავის ჩემთვის ერთი სათელი არ მოუტანია და არავის ჩემთვის ერთი ის საკმეველი დანახშირი არ უყიდია, რომ აჰანათი აი შენ რაღაცა ცოტა გესმის და აჰა დაანთე სახში ეს ნახშირი საკმეველი რაღაცა თქვი რომ იქნება მართლა გვეშველოს რაღაცა და იქნება მართლა მოგშორდეს რაღაცა, არის ავადობა, არის უფულობა, არის უბედურება, არის ბლოკები, არის კარმები და იქნება არ აინტერესებს, არ სწავლობენ, არ მეცადინეობენ და ყველაფერი გონიათ რა ქვია ზღაპრები, ყველაფერი გონიათ რა ვიცი ახლა ჯადოებს იქით წვავ და იქით უნდა დაწვას ყველა დავიცი ჯადოები, სელა ნამერენია და სელა ვიშესვეტრეს რების ნამერენია. ჯადონბაზა და ტაროს კარტები არა ვარ მიაკ და ტაროს კარტები და ყველა კარტები იქით ყველა უნდა დაწვას. სელა მაევო ნამერენია და სელა ვიშესვეტრი ესლების ნამერია მარტო ყომარობისათვის, კარტაობისათვის რა ქვია თამაშობისათვის, კინოებისა და ტელევიზორის ყურებებისათვის ყველაფრის დრო აქვს ამ ხალხს, თავისი ასე ვთქვათ მედიტაციების დროს არ აქვთ, რეგრესულეგების მოსმენის დრო არ აქვთ, რა ქვია იმის სასხშირო სანთელი ცეცხლი ანთონდა რომ სთხოვონ ჩემო სულო, ჩემო ვიშიე ანგელოზებო, ჩემო ვიშიე კურატორებო, ჩემო ვიშიე საზნანიებო, წმინდა საზნანიებო, ანგელოზებო, არხანგელოზებო, მოგვაშორეთ ბლოკები, გაგვანთავისუფლეთ სულები, ბიოსისტემები, გაგვანთავისუფლეთ რა ქვია სულიერად, მატერიალურად, მენტალურად დისტრუქციებისაგან დნკ-ურად გაგვანთავისუფლეთ დისტრუქციებისაგან, რომ მოშორდეს ჩვენ დნკ-ებს ის ბლოკები, ის კარმები, რომ მოშორდეს დისტრუქციული პროგრამები, რომ დაიკეტოს დისტრუქციული პარტალები, რომ მოგშორდნენ ბესები, სერები, არხონტები, ეს არ აინტერესებს არავის. ისენი მინდა კიდე პერეკლატკები და ისა რა ქვია კრატრიკობები კარგად იციან. კვარტირანტმა სუშნესწოებმა კარგად იციან რა ქვია პერეკლატკები, ბლოკირობისა და ქურდაობები კარგად იციან. ბელიე პატოგებით რო ზალივავის კარს ზალატი ულტრაფაიოთ ვაჟესტინი დოჟდებით, წვიმა რობოდის გარეთ რა ქვია წვიმა აჩიშა ჩემს ბიოველს ბიოპოლს კარს გარშემო ყველაფერს აბსოლუტურად იქ მაღაზია თუ კვარტირანტებია თუ გზებია თუ რა ქვია ბაღებია თუ სკამებია თუ პარკებია თუ იქ რაც არის აჩიშაეთ ხეებია თუ ბუჩქებია თუ ძაღლებია თუ კატებია თუ ფისოები აჩიშაეთ ბიოველს ბიოპოლს რა ქვია წყლის ძალით, წვიმის ძალით, წყლის ძალით აჩიშაეცა ბიოვერი ბიოპოლი. წარმოვიდგენ ერთი 5 წუთის რომ ეს დავაფიქსირე, ეს დავემახსოვრე, ეს ინფო პაკეტი შევინახე რომ წვიმის დროს აჩიშაეცა ღმერთო ანგელებო ანხარგელებო ვიში ესვეტრი ესრების სახელითა და ძალებით აჩიშაეცა ბიოვერზე ჩორდა ასე ნეკროტიკა, ასე ნეგატივები, ესე აგრესიები, ესე დისტრუქციები, ესე კრადრიკები, ესე ჩიპები, პანტები, ანტენები, დისტრუქციული სიგნალები ზამბიროებში სიგნალები, ხო ეს რა ქვია, ყველაფერი ატკლუჩაეცა, ნიკაკრე работает только администратор магнит ავდებიან, რასტარეთ, რას მაგნიტი ვაეცა, ატმინი აპადალ შეჩემი სახლიდან, კარიდან, პატრულებიდან, ბიოპოლებიდან შორს. ჯართებზე გაკეთებული დისტრუქციული კონსტრუქციები ატკლუჩაეცა, ატმინუს მაგნიტ ავდება სოძლო, ატმინია პადალშე. რა ქვია, გალაქტიკი კანალიზაციებში ნატრანსფორმაცია პერევიჩნო ენერგიებისათვის და ჩაირეცხებას ყველაფერი წყლით. კანალიზაცია რატო არის ისა, რომ წყლით ირეცხება? მიდის წყალში, ჯერ წყალი ატრანსფორმებს და მიდის მერე საათ
არაფერი მაინტერესებს, მარტო იმუშაონ, იყვნენ შევიდა, ვინ გავიდა, კი ბატონო, ეხლა სტუმარი და კლიენტი მესმის, მაგრამ მე ვაყენებ რა უკვე ყველაფერზე უსტანოგას დავიღალე. მე ეს არავის არაფერი არ აინტერესებს აქ. ესენი არიან დებილები. დებილები კი არა, შნირები, რისი შნირები ვერ გავიქ. ზღაპრების არ აინტერესებთ არაფერი. აბათ არც უსტანოკები აინტერესებს. იბძახლები, კარები, კედლები. ოდნა მარილიანი წყლით. დააყენე მარილიანი წყალი ერთი ღამე სახში გაიხსნება კარგად, მეორე დღე იხმარეს მარილიანი წყალი ხან სარეცხებში, ხან პოლებზე, ხან კედლებზე, ხან გარეთ კორიდორებში. მე ჩემთავს არ ვაკებ, მე ჩემთავს ველაპარაკები, მე ჩემთავს რა ქვია ვუხსნი რა, ჩემს აბებს ვუხსნი მე ჩემთავს და ვიწერ ჩემი თავის აბებს. მე არ ვიცი ეხლა ისინი ვინები არიან ჩემს გარშემო, რეები არიან. ვინები არიან, რეებია, ბოტები არიან, ვინები არიან, რეები არიან, ცოცხალი რობოტები არიან. მარიანეტკები არიან. მე ვერ ავხედავ ეხლა იმათ სულში ვინები არიან, რეები არიან, ვინები ზიან, რეები ზიან, რა დაგოვერდე, არც ვეხები, არც მაინტერესებს ის აპრეშავს ეხლა მინაზროლი ხაპლო ხავლიანძე. მაგრამ ერთი ის რო არ აინტერესებთ ეს განვითარება და რო არ აინტერესებთ ეს სულიერი განვითარება, ეგ კი ხედავ, იმიტომ რომ მესამე წელია დავდევ ხან სურათებით, ხან გარმონიზატორებით, ხან მანიფესტებით, ხან რაღაცებს უხსნივით, რაღაცა ვიწყებ ამაზე ლაპარაკს, არც მისმენენ, არც აინტერესებთ. მე კიდე ესეთი საზოგადოების ვალდებული არა ვარ და არც ერთი საზოგადოების ვალდებული არა ვარ. მით უმეტეს რომ საზოგადოებას ჩემთვის 1 ლარი 2 ლარი არ მოუწია, აი მეზობლებს ჩემთვის 1 ლარი 2 ლარი არ მოუწიათ, რომ ეს სათელი აქთე, ეს შენ რაღაცა გესმის, ეს 2 ლარი შენ სათლის ფული, საკმეველის ფული, რაღაცა იმ ბადლობისათვის რა, ბადლობას კი არა, გამარჯვებას არ მეურებია. მარტო ფული კი არა, ფული მომეცი მეთქი კი არა, იმას კი არ ვაპარაკობ, 100 წელი მე სულ არ მჭირდება ამათი ფულები. ტრაში გაიკეთო თავიანთი ფულები. უბრალოდ ვლაპარაკობ, რომ ყურადღების მხრივ, რომ აი ნათი აი შე რაღაცა ინტერესის მხრივ, რომ არაფერი არ აინტერესებთ. ეხლა ყველაფერი აინტერესებთ კარტები, კარატისტობები, ვის რამფერი ჯიპი ყავს, ვის რამფერი ძაღლი ყავს, ვის რამფერი კინოები, მომღერლები და თავიანთი სულიერი განათლება, სულიერი ევოლუცია არ აინტერესებთ. აი თანამდებობაზე ავიდა, კაი ფულები შოუ და კაი რაღაცა და გალაქტიკი კანალიზაციებს წავიდეს ეს ნეგატივები. განაცი იადროებში კანალიზაციებს წავიდეს ეს ნეგატივები და ტრანსფორმაციის პირველი ენერგიებისაც. მე რაში მჭირდება ამათი ავადობა, ამათი ტურტლები, ამათი უფულობა, ამათი პრობლემები. ვი გააჩნია პრობლემას, ვის რისი პრობლემა აქვს, იმას გააჩნია. ზოგს აქვს ფულის პრობლემა, ზოგს უფულობის პრობლემა, ზოგს აქვს სექსის პრობლემა, ზოგს უსექსაობის პრობლემა. აი, ეხლა აი კატათაგობანას თამაშობები, მინდა მე. არ ცდილობენ თავიანთი თავის გამოსწორებას, არ ცდილობენ თავიანთი თავის შეცნობას, არ ცდილობენ თავიანთი თავის დაცვას. გონიათ ყველაფერი მულტიკები და იყვნენ მაშინ მულტიკებში, მე ჩემი მეზობლებისკენ, ჩემი ნათესავების ვალდებული არა ვარ მე, არავის ვალდებული არა ვარ მე. ბიოპოლი დაშორს, ზაპრეშავს ეხლა მე და ძლოლი ყაპლო ხავლიანც. გალაქტიკი კანალიზაციებს წავიდეს ეს მიჭუჭიანებენ ბიოველსა და ბიოპოლს თავიანთი ნეგატივებით. და პერეკლატკებს მიკეთებენ აქ თავიანთ ნეგატივებს აქ მიყრიან, რაში მჭირდება ამათი ნეგატივები. წაიღო თავებს მიიყარონ იქით ყველა და თავიანთ სახლებს მიიყარონ იქით ყველა. ნეგატივები უნდა გადაიყაროს გარეთ კანალიზაციას, ხედავ, წყლის კანალიზაციას, ტუალეტის კანალიზაციას, ხო, გალაქტიკი კანალიზაციებს წავიდეს ეს ნეგატივები. განაცი იადროებში კანალიზაციებს წავიდეს ეს ნეგატივები და ტრანსფორმაციის პირველი ენერგიებისაც. მე რაში მჭირდება ამათი ავადობა, ამათი ტურტლები, ამათი უფულობა, ამათი პრობლემები. ვი გააჩნია პრობლემას, ვის რისი პრობლემა აქვს, იმას გააჩნია. ზოგს აქვს ფულის პრობლემა, ზოგს უფულობის პრობლემა, ზოგს აქვს სექსის პრობლემა, ზოგს უსექსაობის პრობლემა. აი, ეხლა აი ზოგი ვინ რა დალიოს, ვინ რა შეჭამოს, როგორ გაერთონ, როგორ ითამაშონ, რა კინოებს უყურონ, რა იმას აქნან. ეხლა
არის ადამიანი, რა ქვია, არ აქვს მნიშვნელობა სადამუშაობს ადამიანი, არ აქვს მნიშვნელობა სკოლაში დადის თუ სახლში ზის თუ რა ქვია დიასახლისი არის თუ ტაქსის შოფერი არის თუ ვინ არის, არ აქვს მნიშვნელობა. სულიერი განვითარება არ აინტერესებს ადამიანს. И всё, ეხლა რა თუნდა ამას ბევრი ახსნა განმარტება და ბევრი რაღაცეები. საერთოდ ადამიანი რომ დაიწყებს სულიერ განვითარებას, ხო, უნდა არ აქვს მნიშვნელობა სად მუშაობს, არ აქვს მნიშვნელობა ტაქსის შოფერია თუ ბაზარში დგა თუ რაღაცა დგა, ხო, უნდა შეეცადოს ის ადამიანი, რომ იფიქროს სწორად, სწორი ფიქრი რა არის. სწორი ფიქრი არის ჩემთვის ვაბლაგა, ყველასთვის ვაბლაგა. ანუ ტრანსფორმირდება ყველაფერი ჩემთვის ვაბლაგა, ენერგიები, ყველაფერი ჩემთვის ვაბლაგა, ჯერ ჩემი სულისათვის ვაბლაგა, სულიერი განვითარება ეს არის და მე სხვა სულებისათვის ვაბლაგა. Запрещаю ყველა სულს შესწავლოს, запрещаю. ჩემზე ზლოვრიათ, ერთმანეთზე ზლოვრიათ, სნიმაეცა, ყველა სახის პერეკლატკები, პატკლატკები, ლავუშკები, სნიმაეცა, აბნულაეცა, ჟიგაეცა. აი ესე უნდა ელაპარაკოს ადამიანმა, რომ ვიჟიგაემ, ყველა სახის დისტრუქციებს, იმ ზისხივების ლუჩებით, იმ ულტრაფიოლეტოვი ლუჩებით, იმ რა ქვია, ელექტროსტოკებით ვიგანაიოცა დისტრუქციები, ნეგატივები, ბესები, запрещаю ყველა სახის პარაზიტებს თავიანთი, ასე ვთქვათ, პატკულუჩკებიანად, ლავუშკებიანად, პარტალებიანად, ეს სულიერ სამყაროში, პარალელურ მირებში რა ხდება, ჯერ ადამიანის გონებაში რა ხდება, ჩაიხედოს თითოეულმა ადამიანმა თავის გონებაში, რამდენს დარდობს, რამდენს ფიქრობს, რამდენს ის არ მოსწონს, ეს არ მოსწონს, ეს არ მოსწონს, ის არ მოსწონს, მე არ მოვწონს, სხვა არ მოსწონს, ის არ მოსწონს. ამისაგან უნდა განთავისუფლდეს ჯერ ადამიანი და უნდა იფიქროს ისე, რომ ისიც კაია, ყველა თავის პონტშია კაი. და запрещаю ყველას ჩემთან ზედმეტად ტრიპაჩაობა, запрещаю ყველას ჩემზე ზედმეტად ხელი შეშლას. Будут жигаться, будут штрафироваться, будут выгоняться от меня подальше. Тавианти перекладкები, лавушкები, стократра обратно будут жигаться, выжигаться, обнуляться. И все деструкциები, порталები, лавушкები жигаются, обнуляются, закрываются, жигаются, обнуляются, закрываются, жигаются, обнуляются, закрываются, отключаются. От меня, от нас, ჩემპიონელი ბიოპოლიდან ენერგიო-ენერგოფორცული კანალებიდან შორს. და არის ასე. აი ეს უნდა შეეცადოს ადამიანმა რაღაცა ისწავლოს და რაღაცა განვითარდეს და რაღაცა ევოლუცია განიცადოს. ვაბლაგა ჩემთვის, ვაბლაგა ჩემი ვიშიე სვეტრი სილებისათვის და ვაბლაგა ჩემი ვიშიე სვეტრი ანგელების, არხანგელებისა და ვიშიე სვეტრი საზნანიებისათვის ვაბლაგა. И без вреда.